თუ ფიქრობთ, რომ იდეალური ფრანგული ტარტის მომზადება სახლში შეუძლებელია, ესე იგი საიდუმლო ტექნიკა ჯერ არ იცით. დღეს ვამზადებთ უნაზეს ბრეტონულ ტარტს, სადაც მთავარი აქცენტი აბრეშუმისებრ ვანილის კრემზეა. არანაირი ზედმეტი წვალება, მხოლოდ რამდენიმე პროფესიონალური ხრიკი, რომელიც ყველაფერს ცვლის. მომზადებას კრემით ვიწყებთ. ძეს და შაქარს ვაცხელებთ. ცალკე კი კვერცხის გულებს, შაქარს და სახამებელს გადავურავთ. აი აქ არის პირველი ტექნოლოგიური ხრიკი. ცხელ რძეს ვასხამთ კვერცხის გულებს ძალიან ნელა, რომ ტემპერატურა გათანაბრდეს და კვერცხი არ აიჭრას. თავში დაბრუნების შემდეგ შუშავთ მუდმივი მორევით, სანამ ასეთ პრიალ აბრეშუმისებრ ტექსტურას არ მივიღებთ. სანამ კრემი ცივდება, გადავიდეთ ძირზე. ეს არის ფრანგული კლასიკური საბლე ბრეტონ. ვთქვევთ კვერცხის გულებს და შაქარს. შეგვაქვს რბილი კარაქი და მშრალი ინგრედიენტები. დაიმახსოვრეთ ამ ცომის უმთავრესი საიდუმლო, მას ბევრი მოზელა არ უნდა. როგორც კი მასა შეიკრება, ეგრევე ვჩერდებით, რომ ცხობისას სინაზე არ დავკარგოთ. ცოტა ხანს ვათავსებთ მაცივარში, რომ გაგრილდეს, შემდეგ ვაბრტყელებთ და ვათავსებთ საცხობ ფორმაში. ვაცხობთ ოქროსფერ ბზინვარებამდე. გაგრილებულ ვანილის ბაზას გადავურავთ მასკარპონეს და ვიღებთ მყარ კრემოვან ტექსტურას. ვავსებთ ჩვენს ბრეტონულ ძირს და უგემრიელესი დახვეწილი ტარტი მზად არის. უმარტივესი ნაბიჯები და შედეგი, რომელიც ყველას გააოცებს. სრული რეცეპტი გრამებში უკვე აღწერაშია. აუცილებლად სცადეთ.